განსაკუთრებულად მინდა მივესალმო ჩემს მეგობრებს, ჩემს თანამებრძოლებს, რომლებიც დღეს საპატიმროში არიან. თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს. მე მოხარული ვარ და ჩემთვის ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა, რომ ვარ ლელო ძლიერი საქართველოს და გახარია საქართველოსთვის შეთანხმებული კანდიდატი დიდუბეში. დიდუბე არის თბილისის ერთ-ერთი გამორჩეული ადგილი, ფაქტიურად გეოგრაფიული ცენტრია თბილისის და სამწუხაროდ ამ რაიონში, როგორც მთლიანად თბილისში, გადაადგილება აღარ არის უსაფრთხო. თევდორე მღვდლის ქუჩაზე მომხდარი ტრაგედია, როდესაც უბრალოდ რიგი დღეს გადაადგილდებოდა ადამიანი და ჩამოვარდნილი პარაპეტი, ჩამოვარდა და დაეცა და იქ ტრაგედია დატრიალდა, იყო ის დღე, როდესაც მივხვდი, რომ ამ ქალაქში მართლა გადაადგილება კი არ არის. 10,000-ობით ასეთი ავარიული სახლია, რომელშიც 100,000-ობით ადამიანი ცხოვრობს და მათთვის ყოველი დღე არის რისკი შემცველი. აქვე არის დინამო სტადიონი, რომელიც მართლა უმნიშვნელოვანესი ძეგლია. ფაქტიურად თბილისის სავიზიტო ბარათია და 2 წელზე მეტია ამორტიზებულია. და იმის სანაცვლოდ, რომ ეს პრობლემა მოეგვარებინათ, შემოგთავაზეს მილიარდიანი რაღაცა პროექტი, რომლითაც ცდილობენ, რომ თბილისის დინამო სტადიონი, ბორის პაიჯაძეს სახელობის დინამო სტადიონი ჩაანაცვლონ. და იქ რაღაც სამშენებლო მოედნად აქციან. კორუფციის ახალი წყარო. ეს მართლაც რომ კორუფციის ახალი წყაროა და თბილისელები ამას ნამდვილად არ შეეგუებიან. იქვე არის მუშტაედის ბაღი, ერთ-ერთი პირველი ბაღი, რომელიც თბილისში არსებობს. დაახლოებით 200 წლისაა და არაერთი თაობა გაზარდა ამ მუშტაედის ბაღმა. და დღეს არის საშინელ მდგომარეობაში. ამორტიზებულია ყველაფერი და იქ გადაადგილებაც კი საფრთხის შემცველია. ამიტომ ჩვენ ვიძახით, რომ ასეთი ობიექტები, რომლებიც თბილისში არსებობს, მათ არ უყვართ თბილისი. ისინი არიან რაღაცა მოსული, იმიტომ რომ ფული იშოვონ, რაღაც ფულის საჭრელ მანქანად გადააქციეს თბილისი. ამიტომ ჩვენ ვიბრძოლებთ მაქსიმალურ შევეცდებით 4 ოქტომბერს ერთ-ერთი ბრძოლის ველია და ჩვენ გადავწყვიტეთ ეს, რომ ამ ბრძოლის ველშიც ვიბრძოლოთ, ამ ბრძოლის ველზე შევიდეთ. ამიტომ ჩვენ დავიბრუნებთ ჩვენ ქალაქს, დავიბრუნებთ მუშტაედს, დინამოს გავარესტავრირებთ და ერთად ჩვენ დავდებთ უკეთეს საქართველოს. თბილისი გახდება ევროპული ტიპის ქალაქი.